ყურადღება, ანიმე დარვინის თამაშის პირველი სეზონი აღდგენილია. ყურებას მალე შეძლებთ, ლინკი კომენტარებში იქნება. რა უნდა მოიხმო დემონთალორდი? დემონთალორდი, გაცოცხლდა. შესანიშნავია. ლორდი კლებუსკრუმი მთელი მისი ბნელის იდეადით ჩვენს წინაშია. მოკვდავი? აქ რა ესაქმება? მან მოიფიქრა. დღევანდელი ჩანაფიქრი. რა? დაბრუნებას გილოცავ, ალისია. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. მე მოვახერხე ლედი კრებუსკრუმისათვის ძვირფასი მეგობარი მის თვალწინ განადგურებულიყო. ასეთი რთული რამ მოახერხე, მაგარია. კიდევ ცოტაც და ადამიანების რასა განადგურდება. ამ მახინჯის სამყაროს აღსასრულიც მოახლოვდა. ბარიერის განადგურების ნებას არ მოგცემთ. დასავლეთით უწმინდურების ჯარია, ჩრდილოეთით დემონთალორდი. ლორდ გალფორდ. აი თურმე სად ყოფილხართ? მალე ომი დაიწყება. თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ. მისმინე რაღაც ის თქმა მინდა. ჩრდილოეთით არსებულ მაგიურ წრეს ჩვენ მივხედავთ. რა? იქ ჩვენი დიაბლო წავიდა. არ მინდა რომ ვინმე ხელი შეუშალოს. ის ავანტიურისტი? კრუმ, ნუ თუ ვერ მცნობ. ვინაიდან დაგავიწყდი? ესე იგი გონება დაბინდული გაქვს. ძალით მომიწევ შენთვის გახსენება. მე შენ და რემს გადაგარჩენთ. რემ არიდება ადვილი საქმეა, მაგრამ ძალა მართლაც საშინელი აქვს. კარგი იქნება თავი შორს დავიჭირო და ძლიერი შეტევებით შევუტიო. მაგრამ კედელი და მცველთა კოშკი ახლოს არის. ქალაქის დასაცავად შეტევის არეალს ყურადღება უნდა მივაქციო. კიდევ 11. ვულკანის კედელი. ახლოს იყო, წყდიადის უთქვა. მაგიის არიდება. ეს შეტევა ბუების მეფეზე უკვე გამოვიყენე. მისი მაგიისაგან დაცვა ძალიან მაღალია. რემ, შენ ხომ როგორც იქნა გათავისუფლდი? ახლა არ უნდა მოკვდე. რემ, ძალიან გთხოვ, პასუხი გამეცი. ღმერთო გემუდარები, რემი არ წაიყვანო. შერა, რემ, აი, სულელო ელფო მტკივა. მაპატიე, ძალიან მიხარია. და ყველაფერი ასე რატომ მოხდა? ალისიამ გვიღალატა. ჩემი აზრით, მას თავიდანვე სურდა დემონთალორდის გაცოცხლება. ისი ამბობ თითქოს ის? დიახ, ის არის დემონების თაყვანის მცემელი. მან კრუმს კივილი მიაყენა. გამოდის, რომ მისი გამოღვიძება მხოლოდ დიდი სიბრაზით იყო შესაძლებელი. კი, მაგრამ ეს ხომ კოშმარია. ეს რა არის? ეგ დიაბლომ მომცა. მეთხრა რომ ისინი მოგარჩენდნენ. მომცა ყველა რაც ჰქონდა. ესე იგი ბრძოლის დროს დიაბლო განკურნებას ვერ მოახერხებს. კიდევ 6. მას რა ესეც შეუძლია? 150 დონის რომ არ ვიყო, უმალვე მოვკვდებოდი. მართლაც, მას ხომ ყველა ელექსირი მივეცი.
როცა სოლოდ ვთამაშობდი, ელექსირებს არასდროს ვიკლებდი და არც ტყუილად ვხარჯავდი. ხილად! ემილ, რაც უნდა იმას აკეთებს. მე ხომ 13-ვე დავადე. მეგობარო, ემილ, რემი და შენ რა აქედან გავიყვანე. აბა შენ იცი. კარგად გიმუშავია. ჯილდოდ, ჩემ ყველაზე ძლიერ შელოცვას გაჩვენებ. მოქმედების ზონაში მისი გაჩერება ადვილი საქმე არ იყო. მე ამ შეტევით გონზე მოგიყვან. კრუმ. აპოკალიფსის უბსკრული. მომყევი. შენ რა დამცინი? ის რა ამ შელოცვასაც გადაურჩა? ბრძოლა კიდევ გინდა? კრომ, 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 მე კარგად ვარ. ხო, დაგვიბრუნდი. მოდი ბისკვიტები ერთად ვჭამოთ. ალბათ ძალიან გეტკინა. ყველაფერი კარგად იქნება. სახლში დავბრუნდეთ, კრომ. ყველაფერი დასრულდა. ესე იგი არ მომკვდარ ხარ. დაბრუნებას გილოცავ, კრუმ. მე თქვენ უნდა მოგიბოდიშოთ. რემ, შენთვის მოცემული პირობა ვერ შევასრულე. როცა ვიფიქრე რომ შენ მოკვდი, გონება დამებინდა და ნისლი ჩამოწვა. ახლა ყველაფერი რიგზია. ყველამ ზურგი რომ გაქციოს, მე მაინც შენს გვერდით ვიქნები. მონსტრი გოგონად გადაიქცა. მისმინე ემილ, ამის შესახებ არავის უთხრა. არ იდარდო. მე ხომ გოგონების მცველი ვარ. არ ვიცი რა შეასაქმე, მაგრამ მათ ნამდვილად არ ავატირებ. ყოველთვის ასეთი იყავი. სალამი მეგობრებო. თხოვნა იქნება შემოგვიერთდეთ Discord-ზე, ლინკი კომენტარებშია. მადლობა წინასწარ. ეი, კარგად ხარ? დიახ. არ მინდა რომ დემონთა ლორდის გონების დაკარგვა ნახონ. დემონთა ლორდის აურა შემცირდა. რატომ? ეს რას ნიშნავს? ედელგარდ, მოვალეობა მეორეჯერ ვერ შეასრულე. ჯერ ადამიანთან საქმე დაიჭირე. შემდეგ უწმინდურთა ჯარი ტყუილად მოიხმე. სასჯელი მკაცრი იქნება. როცა სიგნალს მოგცემ, ქალაქისაკენ გაიქეცი. გამარჯობა დიაბლო. მიხარია რომ გადარჩი. გილდიის ინფორმაციის გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი. იამაყე რომ მე სარგებელი მომიტანე. მეც მიხარია რომ ქალაქი დაიცავი. სანამ სასაფლაო ალყაშია მოქცეული, მინდა რომ რაღაც კითხო. დემონთა ლორდი კლებუს კრუმი, ეს გოგონა არის? მაპატიე, მაგრამ მას ასე ვერ გავუშვებ.
მე ვარ ავანტიურისტების გილდიის უფროსი. ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩემი მოვალეობაა. დაბრძოლაც რომ დაგჭირდეს? დიაბლო, შენ მთელი გულით გენდობი, მაგრამ დემონთა ლორდ კლებუსკრუმს ნამდვილად ვერ მივენდობი. ძალიან გთხოვთ, მას არაფერი. აქ დიაბლო რომ არ ყოფილიყო, კლებუსკრუმი მთელ ქალაქს ნანგრევებად აქცევდა. და ასევე დასავლეთიდან უწმინდურთა ჯარი გვიახლოვდებოდა. ისინი მე არ მომიხმია. ეგ დაზუსტებით არ ვიცით. და რა უნდა ვქნა? რასაც სილვი ამბობს სიმართლეა, მაგრამ კრუმ, მიპასუხე, რემთან და შერასთან ერთად ცხოვრება გინდა? დიახ, მაშინ ერთ საიდუმლოს გაგანდობ. არის საშუალება ამ ქალაქში ბისკვიტები ისე ჭამო, რომ ავანტიურისტების სამიზნე არ გახდე. კი, მაგრამ ეგ ხომ შეუძლებელია. ეგ რაღაც დამორჩილების ქვა. კრუმ, მე შენ საყელოს შეგებავ. რის შემდეგ შენ დიაბლოს მონა გახდები. რა? დემონთა ლორდი? მონა? მართლაც? კარგი გამოსავალია. რიტუალის შემდეგ შენ ჩემი საკუთრება გახდები. შენ ხომ ჩემი გჯერა, არა? მართალია შენი კი მჯერა, მაგრამ დემონთა ლორდი მონა? მაგაზე არის დარდო. მე და რემიც დიაბლოს მონები ვართ, მაგრამ არაფერი გვიჭირს. მაგრამ მონა როცა გავხდები, ესე იგი დამოუკიდებელი აღარ ვიქნები. არა? დიაბლო ცუდი არ არის. გარანტიას გაძლევ. კარგი ნებას გაძლევ. მიდი, ჩემზე გამოიყენე ეგ მაგიური დამორჩილება. დემონთა ლორდი დიაბლოს მოხმობას დაემორჩილა. გახდი ჩემი განკარგვის ქვეშ და მხოლოდ ჩემი ნებით იმოქმედე. დემონთა ლორდი არ აღსდგა და უწმინდურებმაც უკან დაიხიეს. ეგ შენი დემონის დამსახურებაა? დიახ, კიდევ რამის მოხსენება ხომ არ გინდა? არც კი ვიცი. ლორდ გალფორდი ისედაც ყველაფერი იცი. თქვენი დაზვერვა კარგად მუშაობს. ახლა მხოლოდ დაკვირვება დაგვრჩენია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ. აბა კარგად, ლორდ გალფორდ. არ მეგონა რომ დემონი ჩვენ გადაგვარჩენდა. დიაბლო, ასეთი ღონე მიხდილი რატომ ხარ? ჩემი ცნობიერება ისე ღრმა უფსკრულში მოგზაურობს, რომ შენი აზროვნება ვერ ჩაწვდება. რაღაც მიმზიდველ აჩქერს. რა უფსკრულია ეგეთი? აი ისიც. უფსკრული ნიშნავს იმას, რომ მასაც ციღმი აქვს და აქვს ფსკერი. დიაბლო უბრალოდ დაიღალა. არ შეაწუხო, მას დასვენება ჭირდება. მასე კი ამბობ, მაგრამ მასთან ერთად დაწოლა გინდა, არა? მე ხელს არ შეუშლი. რა? კრუ, მიდის რაფად შემოგვიერთდი? მე დემონთა ლორდს მაგის ნება მაქვს? დიახ. მე ხომ ადამიანები მოვკალი. თქვენ მოკლასაც კი ვაპირებდი. ჩემი აზრით თქვენთვის საშიში ვარ. არა, მასე მხოლოდ სილვი ფიქრობს. მაგრამ ნუ მაცინებ. ჩემი მოკლაცადე. მასეთი ზუსტი შეტევები ვერაფერს დამაკლებდა. რაც არ უნდა თქვა, მე ვარ ჭეშმარიტი დემონთა ლორდი. გასაგებია. თქვენთან ერთად ძილი უფრო მაშინებს, ვიდრე დემონთა ლორდთან ბრძოლა. ვერაფრით მივეჩვიე. აჰ, შუქიანთია. მე ჩავაქრობ. რემ, იმას შენ მიხედე. მოდით, სწრაფად დავიძინოთ. ალისია, ლედი რემ, ესე იგი ცოცხალი გადარჩით? გეყო გამბედაობა და ჩემ წინაშე გამოჩდი? შერას ახლავე ხელი გავუშვი, თორემ ნაკუწებად გაქცევ. როცა ჩემ თხოვნას მოისმენთ, ლედი შერას ეგრევე გავუშვებ. შემდეგ კი შეგიძლიათ ნაკუწებად მაგციოთ. როგორც მითხრეს, დემონთა ლორდს შეუძლია უწმინდურების განკურნება. რა თქმა უნდა შემიძლია. თხოვთ, წამომყევით. ედელგარდ,
დემონთა ლორდის აღზევების და ადამიანთა რასის განადგურების გეგმა რომ ჩაიშალა, უწმინდურების რიცხვის სამიზნე ის გახდა. გასაგებია. ახლა გასაგებია. ედელგარდმა სარიტუალო კოშკში შენი გამოჩენა რატომ არ გააპროტესტა? თავიდანვე შეთანხმებულად მოქმედებდით. მართალი ხარ. ძალიან გთხოვთ, გემუდარებით ედელგარდი გადაარჩინეთ. შენი აზრით შევასრულებ იმის თხოვნას, ვინც რემის აფრთხეში ჩააგდო? დიაბლო, ამაზე შენ რას ფიქრობ? დაეხმარე. კარგი. ერთ წამში. დემონთა ლორდო. დიახ, დემონთა ლორდო. ჩემ ადლიერებას ვერ გადმოგცემთ. დემონთა ლორდო, წინა ფორმას რატომ დაუბრუნდით? ამ ფორმაში რომ დაუბრუნებულიყავი, მათ თავის აფრთხეში ჩაიგდეს. ახლა გასაგებია. უკმაყოფილო ხარ? არც კი ვიცი. კი, მაგრამ უწმინდურებმა ადამიანები ხომ უნდა დახოცონ? ჩვენ ხომ მათი მტრები ვართ. რატომ? თავადაც არ ვიცი. ამიტომაც გადავწყვიტე ადამიანების ქალაქში ცხოვრება. თან აქ ხომ ბისკვიტები არის? ამიერიდან სიკვდილიდან გრევა აღარ გააგრძელო. შეგიძლია აღარ დამემორჩილო. დღეიდან ჩემი ხელქვეითი აღარ ხარ. გეფიცებით, აღარავის მოკლავ. დიდი მადლობა. შეგიძლიათ გამიკეთოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. შენ, სამეფო რაინდი, დემონთა თაყვანის მცემელი, რატომ გახდი? განა ადამიანთა რასის გაქრობაზე შენ თავად არ გიფიქრია? არასდროს გიფიქრია? დიდი სიამოვნებით თავს მოგაგლიჯავდი. ვერ წარმოიდგენ რამდენჯერ. მართალია ხშირად გაუბრაზებულ ვარ, მაგრამ ასე არ მოგწეულ ვარ. ასეთი რა შეგემთხვა? ჩემი აზრით კარგი იქნებოდა ხელი არაფერ შეეშალა. შესაძლოა მაშინ მოვახერხებდი დავიწყებას. ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდი არამზადების ბინძურ საქმეებს. საზოგადოებაში თავი წმინდანებად მოქონდათ. სინამდვილეში ბოროტის სულები იყვნენ. შობლები, რაინდები, მინისტრები და თვით მეფეც კი ასეთი იყო. მათ მხოლოდ კრეხელური ჩანაფიქრები ამოძრავებდათ. მე კი ვთვლიდი, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. მეგონა, ამ სამყაროში ჩემი ადგილი არ იყო. მთელი ამ სიზულვილით მარტო ვცხოვრობდი. ჩემნაირია. მთელი ცხოვრება საკუთარ თავში ჩაკეტილმა, სოლოდ განულე. გარე სამყაროს ვერც კი ვამჩნევდი. არც ხვების გაგებას ვცდილობდი, არც მინდოდა რომ ჩემი გაეგოთ. მისი გრძნობები ჩემთვის ძალიან ნაცნობია. დემონთა ლორდო, ადამიანების განადგურებას მართლა არ აპირებთ? რამდენს გააგრძელებ? ადამიანების მიმართ არც სიძულვილი მამოძრავებს და არც იმედ გაცრუება. გასაგებია. გამოდის რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დამრჩა. რა გაქვს შაფიქრებული? იმედის კი არ მაქვს რომ ჩემი ღალატის პატიება შესაძლებელი იქნება. წერტილს დაუსვავ. დაიცა, ხელი არ შემიშალოთ. ვიცი რომ არანორმალური ვარ. და ამ ქვეყნად ვერავინ მიგებს. მე ხომ ყოველთვის მარტო ვიქნები. შეჩერდი. როგორი ჯიუტი ხარ? ადრეც ხომ გითხარი? როგორღაც უნდა დაწყნარდე. ეგ აქ რა შუაშია? ჩემი მიზნებისათვის ქალბატონი რემი მახეში გავაბი. ამ ცოდვას ვერაფრით გამოვისყიდი. და გონია სიკვდილით ყველაფერს გამოასწორებ. მე ხომ სამეფო რაინდის ტიტულის მიუხედავად ადამიანების მოდგმის განადგურებას ვაპირებდი. ტიტული? და ის თავად აირჩიე? თუ მეფემ, მინისტრმა ამ მშობლებმა, რას გარგებს ის ტიტული, რომელიც შენთვის არარაობამ მოგანიჭო? იცხოვრე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი. საჭიროდ ჩავთვლი? გეყოფა სისულელეებზე დროის ხარჯვა. იცხოვრე ისე, როგორც მოგესურვება. არ აქვს მნიშვნელობა შენ თავზე რას ფიქრობ. ერთხელ როცა ვიღაცას დახმარება დაჭირდება, მოიქცე ისე, როგორც უნდა მოიქცე. და შემდეგ მიხვდები, სად არის შენი ადგილი.
ისე როგორც მე ვიპოვე. მარტოობის გამო სიკვდილი, ეს ხომ ზედმეტად სულელური საქციელია. თუ მაგ მარტივ გზას აირჩევ, მაშინ მე დემონთა ლორდი დიაბლო, გაჩვენებ რას ნიშნავს ნამდვილი საშინელება. მერა, მართლა შემიძლია ჩემი ადგილის პოვნა? ისეთ საშინელებას როგორიც მე ვარ? შენ საშინელება არ ხარ? მასეთი რომ იყო, არ გარისკავდი და მეგობრის გადასარჩენად, ჩვენთან არ მოხვიდოდი. სანამ შენაც და დიაბლო შევხვდებოდი, მეც მარტო ვიყავი. იყო დრო, როდესაც ვერ გიტანდი. მაგრამ ახლა, როცა შენი ამბავი მოვისმინე, მზად ვარ ყველაფერი გაპატიო. მარტოობასთან არ დამარცხდი, ალისია. ლედირემ. მაგრამ მე როგორ მოვიქცე? მე საიდან უნდა ვიცოდე? ეგ შენ თავად უნდა გადაწყვიტო. დღეს, აქვე და ახლავე იწყება შენი ახალი ცხოვრება. შენ ადრეც მაგარი იყავი. მაგრამ ახლა დიაბლო, შენ ყველაზე მაგარი ხარ. დიახ. დიაბლო, კარგად ხარ? ჩემი მაგიური ენერგია. მაშინ ჩემ მანას გადმოგცემ და უმალვე მომჯობინდები. კარგი აზრია. მოდი დიაბლოს ყველამ ერთად მივხედოთ. ვინაიდან საქმე მოითხოვს, ამჯერად მეც დაგეხმარებით. დიაბლოსათვის ამას გავაკეთებ. ედელგარ, მიდი გაიხადე. და მეც ასევე. გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. დიაბლო. დიაბლომ გონება დაკარგა. მიდი, გონზე მოდი, დიაბლო. კიდევ შემოგვიარეთ. ახლა კი მე ალისია კრისტელა გზას დავადგები. შეხვედრამდე. დიახ. ახლა კარგად იქნები. დიდი მადლობა, დაიკო. არა, დღეს საჭმელად ხილი უნდა გქონდეს. ხორცი, ხილი. კლავ ძველი პრობლემები. რაშია საქმე? დიაბლო, შენ ვის მხარეს ხარ? სისულელია. ვისაც აირჩევ, იმას აკოცე. მესმის რომ რიტუალს მას ეჭირდებოდა, მაგრამ კრუმს ხომ აკოცე? და რომ ეგ დავინახე, სიმართლე გითხრა. ცოტათი ვიეჭვიანე. დიაბლო, ჩვენ ხომ დიდი ხანი შენი საკუთრება ვართ. ამიტომაც ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავწინაურდები. რომელს აირჩევ? რომელს? სისულელეებით ჩემ შეწუხებას როგორ ბედავთ? რა? რატომ? იმიტომ რომ დიაბლო ვარ. ყველაზე საშიში დემონთა ლორდი.